სახელითა მამისათა და დადისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვაძლევს. აკურთხეს სული ჩემი, უპილსა და ყოველი გონება ჩემი, სახელსა წმინდასა მისა. ესე იგი თითოეულისათვის ეს სიტყვები არის საკვირველი, საფრთხო ძალის მქონე და მატარებელი. ვახსენებს რა თუ როგორ მართებს ყოველწამიერად მსახურება ღვთისა სიმართლით, სიმშვიდით და ღვთისადმი ერთგულებით. ყოველთვის უნდა ვითხოვდეთ უფლისაგან, რომ ჩვენს გარშემო მყოფებთან ოჯახის წევრები იქნებიან ეს თუ მეგობრების სიახლოვე, რომ ყველაფერს სიმშვიდით ვიღებდეთ, რასაც ის დღე მოგცემს და მოგვიტანს და რომ არ ვიყოთ შფოთში მუდმივად და რომ ვიყოთ ყოველთვის ღვთისა მადლიერნი, რადგან ეს მადლიერება სიმშვიდეს აძლევს ადამიანს. დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ბრძოლა, ომი, გაუტანლობა, დიდი განსაცდელებია. დაუნდობელია წუთისოფელი და ბნელი ძალების კარნახით მოქმედებს. ბოლო ჩვენ ქრისტე ავირჩიეთ მართლმადიდებლებმა, თანაც ჯვარცმა და მისგან ვსწავლობთ რწმენას, იმედს, სასვენებას, მეგობრის სიყვარულს, საკუთარი სულის ცხონებაზე ზრუნვას. ადრინდელი პერიოდებიდან განსხვავებით ღმერთი დღეს განსაცდელებით ზრდის და გვასწავლის. ადრე პირდაპირ ელაპარაკებოდა ძველი აღთქმის მართალ მამებს, წმინდანებს, სასწაულებს მოულენდა. დღეს ჩვენ თავად უფლის მიერ ნათქვამი ქადაგებით, თავად უფლის მიერ განვლილი ცხოვრების გზით, თავად მის მიერ ნაკურთხი წიგნი, რომელიც არის სიცოცხლისა სახარება, ახალი აღთქმა, ამით გველაპარაკება და მოციქულთა ქადაგებებით, ეპისტოლეებით. მოციქულები უბრალო ადამიანები იყვნენ, არც გვარიშვილობა ჰქონდათ და არც სიმდიდრე და არც განათლება. ზუსტადაც რომ ემხილოს ეს წუთისოფელი და თავმომწონე ადამიანი. საფრთხო ჯულის და საფრთხო მადლის მქადაგებლებად უბრალო მეთევზეები დაადგინა და მოიყვანა. ამით ჩვენ დღევანდელებმა უნდა დავინახოთ, გავიაზროთ და შევიმოცნოთ, რომ ღვთისაძალა დიდია, მას ვერაფერი წინ არ აღუდგება და ვინც იყოს ღვთის მორჩილი და მადლიერი, თავმდაბალი, მან მიიღოს ყველაზე აღმატებული სიბრძნე, რომელიც სამ წუთისოფელში ყველაზე დიდია და რომელსაც ვერაფერი ვერ ძლევს და ვერ მოერევა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. და მოციქული დღეს გვეუბნება და გვასწავლის კიდევ ერთ უბრალო რამეს. განსაცდელი ხშირად ადამიანების მიერ აღიქმება სასჯელად. მაგრამ ვისაც აქვს გულისხმის ყოფა და მონიერება, განსაცდელი არის საფრთხო სწავლება. უბრალოდ როგორც რაღაცა რთულ ამოცანას, მათემატიკურს თუ რა ვიცი სხვა ნებისმიერს ცოდნა სჭირდება, რომ სწორად გავიგოთ, რას გვეკითხება ეს გამოცანა, ის ეს განსაცდელი თუ საფრთხო ცოდნა გვაქვს და ეს რა არის საფრთხო ცოდნა? იყო თავმდაბალი და იყო მადლიერი ღვთისა. მაშინ ეს რთული განსაცდელის ჟამიც კი ჩვენი სულისთვის და გონებისთვის იქნება განძი, რომელიც ყველაზე უფრო დიდ ცოდნას გვაძლევს. როცა რომ ადამიანური ძალა თითქოს ამოიწურება და უკვე აღარაფერი აღარ დარჩა, რითაც შეიძლება ღმერთმა
ეს განსაცდელი მოგვარიდოს, მაშინ ღვთისმადლი იწყებს მოქმედებას და ადამიანს აჩვენებს, რომ არასდროს არანაირი გასაჭირის, განსაცდელის დროს იმედი არ უნდა დაკარგოს. ამიტომაც ვამბობენ ადამიანები, რომ ბოლოს ყველაზე უფრო მეტად გვხვდება იმედი, მაგრამ არ გვხვდება იმედი. ვისაც ამისი სასვევება აქვს ღვთის შეწევნისა, მაშინ მან ყველაზე უკეთ იცის ამ სასვევებით მიღებული ნაყოფის, სულიერი ნაყოფის სიტკბო, გემო, რომელიც აცხადებს ღვთის შეურყევრო, ჩვენ ამის სიყვარულით შეუნელებელ, შეუეჭვებელ გადაწყვეტილებას, რომ ყოველთვის, ყველგან, ყველანაირ განსაცდელში უფალი ჩვენთანაა, მთავარია ჩვენ გულისხმობ და მოუხოთ მას შეწევნისათვის. რადგან მოციქულიც ამბობს, რაც უკვე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობა გვაქვს ღვთისა მიმართ უფლისა, ჩვენისა მიერ იესო ქრისტესთან. ესე იგი, მშვიდობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჯილდო არის ღვთისგან მოცემული და ამას ჩვენ ვხედავთ ხორციელი თვალით. თუ არა მშვიდობა, მაშინ ლოცვაც შეუძლებელი იქნება და სწავლაც. გუშინ მოგვიწია კახეთის მხარის წარჩინებული მოწაფეების, ასე ვთქვათ, დაჯილდოებაზე და ყოფნა. ეს უკვე მეოთხე წელი არის, რომ ეს ესე ტარდება. და რაოდენ დიდი არის განცდა იმისა, რომ ჩვენს ახალგაზრდებში კიდე არიან შემართული, მუხჩაუხრელი შრომისათვის გამზადებული ადამიანები, დაახლოებით 500-მდე ბავშვი იყო, რომლებმაც მედალზე დაამთავრეს სკოლა, მაგრამ ეს არაა საბოლოო მიზანი. ეს არის ღვთის წინაშე და ადამიანების წინაშე განაცხადი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ ბავშვებს, ამ თაობას შეუძლია როგორც ცოდნა შეიძინონ, ასევე ყველანაირი განსაცდელისთვის იყვნენ მზად. იმიტომ რომ მათ ეს უკვე დაამტკიცეს სკოლაში სწავლის დროს. და ეს ახლა უნდა განარსონ მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეუდრეკელად, მოგზაურყელად, ღვთის წინაშე შრომით და მადლიერებით მიიღონ ის ჯილდო, რომელსაც ქვია ყველაზე მარტივად სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ვისაც ეს ორი სიმდიდრე ექნება, იგი ყველაფრისა მძლეველია და ღმერთი მათთან არის ყოველთვის. ამიტომ მშვიდობისათვის ვევედრებით უფალს და ვთხოვთ, რომ პირველი, რასაც დიაკვანი ამბობს კვერექსის მულს, არის მშვიდობით უფლის სამიმართვილოწო, რომლისაგანცა მოუხდებით სარწმუნოებით და მადლსა მას, რომლითაცა ვსდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებასა ღვთისასა. არა ხოლო ესე, არამედ ვიქადოდითსა ჭირთა შინა. უწყით, ანუ ვიცით, რამე თუ ჭირი მოთმინებასა გვაძლევს, შეიქმს. ხოლო მოთმინება გამოცდილებას შებძელს. ხოლო გამოცდილება სასოებასა ღვთის შეწევნისასა გვაძლევს. ხოლო სასოება მან არა არწმინის, რამე თუ სიყვარული ღვთისა გამფენილ არს გულთაში ჩვენთა სულითა წმინდითა, რომელი იგი მოცემულ არს ჩვენდა. სული წმინდა მოგვეცა და ეს სასოება ჩვენს გულებში არის გამფენილი. თითოეულ ჩვენთაგანში უბრალოდ ვიღაცამ დაევიწყა და დავიწყებისა მტვერი დაედო. ვიღაცა ამას ყოველთვის იხსენებს და აცოცხლებს და ამიტომაც ფეთქავს და ვიღაცა შემართებით ლოცულობს სახში, მარხულობს, ან თუ რამ ცვას კეთილ საქმეს აკეთებს, გაჭირვებულს ეხმარება, თუ შეეწევა სხვადასხვა საქმით, მათთან ეს ხურვალე გრძნობა არის. ამიტომ მათი სასოებაც ღვთის მიმართ უფრო ღონიერია. რაში შეიძლება გამოიხატებოდეს? არაფერ მატერიალურში. სამაგიეროდ გული მხნიარი და გონება მართლად განსჯის. განსჯის უნარი დღეს ყველაზე უფრო მეტად ჩანს, თუ რამდენად დიდი ჯილდო არის ღვთისგან მოცემული, ვისაც განსჯა არ აქვს და განუსჯელად ცხოვრობს, მას სასჯელი არ აცდება.
ხოლო ვინც თავდაპირველად ღვთისაგან ითხოვს გონიერებას, მას განჯით მიეცემა გონიერება თუ როგორ იყოს თავის ოჯახის წევრებთან, ახლობელ ადამიანებთან, სამსახურში თუ სხვა რამ საქმეზე, როგორ იყოს ამ გონიერებით. რამე თუ ქრისტე ვიდრე იგი ჩვენ ურთიერთღა ვიყვენით, უძლურ ღა ვიყვენით, ჟამსაოდენ უღმრთოებათათვის მოგდა, უღმრთოთათვის მოგდა. ანუ როცა ჩვენ იხილა უფალმა ჩვენი უსუსურება სულიერი და ჩვენი დაღუპვისა უცილობელი აღსასრული დაინახა, მაშინ ჩვენთვის მოგდა, რომ თავისი წმინდა სისხლით ჩვენ გადავერჩინეთ. რამე თუ ძნიად ვინმე მართლისათვის მოგდის, ხოლო კეთილისათვის ვინ უწყის, ნუ უკვე დაიკადრისცა ვინმე სიკვდილი, ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყვარული ჩვენ და მომართ უფალმა ღმერთმა, რამე თუ ვიდრე იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩვენთვის მოგდა, ჩვენი ცოდვისათვის. გამოგვიხსნა რა ცოდვისაგან და ცოდვის მიერ სიკვდილის ტყვეობისაგან, აც მართებს მადლიერებით მისდამი მსახურება და დიდება, ყოველ წამს, ყოველთვის და ყველგან. რავდან უკვე უფროისღაც განმართლებულ რა ვართ სისხლითა მისითა ქრისტესითა. განვერდნით ჩვენ მის მიერ რისხვისაგან, რისხვას საშინელი სამსჯავროისა. უკვე თუ მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკვდილით და ძისამისათა, როდესაც ვიყავით ურწმუნოები და მტერნი სარწმუნოებისა და მართლისა, მაშინ მოგვიმუშაკა უფალმა თავისი საყვარელი ძის სიკვდილით და რავდენ უფროისაც და რაი ვეგენით, ანუ ვართ უფლისანი, სხონდეთ მაცხოვარებითა მისითა, უფლისა მაცოცხლებელი მადლით. ეს ჩვენ ყველას გუშინდელებს არ ეთქვათ მხოლოდ, ეს ჩვენ ყველას, ჩვენს შემდეგაც ვინც იქნება, მათთვისაც გასაგონებლად არის ნათქვამი. ვისაც გულში ჰყავს ქრისტე, იგი ყოველთვის მასთან არის, ანუ უფალიც მასთან არის. სახარებაც ამბობს, სადაც იყოს ჩვენი საუნჯე, იქ იქნება ჩვენი გულიც. და ჩვენი გული თუ ქრისტესთან არის, ჩვენი ყველანაირი საუნჯე, ხილულიც და უხილავიც მისით იკურთხება და მასთან არის. ამ განსაცდელების ჟამს ღმერთს თხოვთ ყველაზე მთავარს, მოგცეს სიმშვიდე და მოგცეს რწმენა და სასოება, ჩვენი გულწრფელი თხოვნა შესმენელი იქნება უფლისაგან და მოგცემს ძალას, რომ ერთი პირით და ერთი გულით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულსა აძლევდუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.